მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა რეზიუმე. სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მოგესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე, რადიო პალიტრის ეთერით. ასევე მოგესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით და ასევე შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ Facebook-ზეც გვიყუროთ პალიტრა ნიუსის გვერდზე და YouTube-ზეც მოძებნოთ პალიტრა ნიუსის არხი. დღეს პარასკევია, ჩვენთან ერთად არის დათო ზურაბიშვილი, რომელსაც მოგესალმებით, გამარჯობა დავით. მოგესალმებით ჩვენს მაყურებლებს და მსმენელებს. ესე იგი დღეს გადაცემაში ძირითადად ამ ეუთოს ანგარიშზე ვისაუბროთ, რომელიც რაღაც მოსკოვის მექანიზმის სახელით არის ცნობილი და რომელიც საკმაოდ კაცრი გამოდგა. ამ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ 24 ქვეყანამ, ევროპულ ქვეყანამ გაავრცელა განცხადება, რომელსაც წავიკითხავ. მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის მთავარი დასკვნა ერთმნიშვნელოვანია. მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლა დაფიქსირდა. ამ შესახებ განცხადებას ეუთოს 24 წევრი ქვეყანა ავრცელებს. ეუთოს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებაში საქართველოს მთავრობას მოუწოდებს სრულად შეასრულოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები. ასევე ქვეყნები მოუწოდებენ მთავრობას გააგრძელონ ჩართულობა და მომხსენებლის დასკვნები განიხილონ ბაზისად კონსტრუქციული დიალოგისა და რეფორმისთვისო და ნუ შემდეგ არის ხა ციტატებს აღარ მოვიყვან უბრალოდ მაგრამ ნუ საქართველოს ხელისუფლება როგორც ხდება ხოლმე ამას უყურებს აგდებით მაგალითად ლევან მახაშვილი ამბობს ეს არის უფრო პოლიტიკური სურვილების ნუსხა ვიდრე რეალური დოკუმენტი რომელიც მტკიცებულებებს ეხება ერთგვარი ენციკლოპედიასავით გამოვიდა პოლონელ პროფესორს ეს პოლონელი იყო ჩამოსული ვის დაწერა ეს ანგარიში კახა კალაძე ამბობს სრული ბოდოა დასრულდა დრო როდესაც გარედან მოდიოდა მითითებები და თავჩაღუნდლები იღებდნენ გადაწყვეტილებას ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო ხელისუფლება გადაწყვეტს ამას და ნუ ესე ძალიან იმაზე არიან ასე ვთქვათ შეიძლება ხო ეს ისე ვიქეთ შეტევის განწყობაზე ეს მუდმივი ტაქტიკაა მათი ნებისმიერ კრიტიკას ისინი ხვდებიან ასე ხა ეს პროპაგანდის მეთოდია ასეთი რომ გაგაკრიტიკებენ შენ იქით უნდა შეუტიო გასვოთ ესეთი ის იყო რეკლამა იყო შემოგიტიეს მიკრობებმა შეუტიეთ თქვენს აი დაახლოებით ეგრე უყურებენ რა შემოგიტიეს შეუტიოთ უარესი ვთქვათ ვაგინოთ დავლანწოთ რეკლამა იყო ადრე ესეთი რა ხსოვს რაღაც წამლი შემოგიტიეს მიკრობებმა შეუტიეს ეგ არის რა აი ეს ტაქტიკა აქვს ამათ და არ აინტერესებს საერთოდ რა კონკრეტულად რაზეა იქ ლაპარაკი პირდაპირ ეხა ჩვენ თუ დავაკვირდებით ეს საინტერესოა რამდენიმე თვალსაზრისით ეხა იმაზე ბევრი ითქვა რას ნიშნავს ეს მოსკოვის მექანიზმი ხა პირდაპირ ეს მოსკოვის მექანიზმია თქმა უნდა არ შეიცავს რაღაც ისეთ ქმედებებს რომელიც რაღაც ხელისუფლებას დაასანქცირებდა მაგრამ შეიძლება გახდეს საფუძველი და მათ შორის ძალიან მკაცრი ზომების საფუძველი ჰააგის სასამართლოთი დამთავრებული შეიძლება გადაეცეს ადამიანის უფლებების უხეშ თუ კაცობრიობის წინაშე დანაშაულზეა და ადამიანობის წინაშე დანაშაულზეა ლაპარაკი შესაძლოა ეს გადაეცეს როგორც რუსეთის და ბელარუსის შემთხვევაში შეიძლება იყოს ასე გადაეცეს ჰააგის სასამართლოს ეხლა რა ხდება ხელისუფლების პროპაგანდა მოპასუხა ორგვარად ორი მესიჯი აქვს ძირითადად ერთი და მთავარი და ამას აქცელებენ ნუ ესე იგი ეს შეიძლება ძალიან ისე უხეშად და ხალხისთვის გასაგებ ენაზე თარგმნოთ როგორც აი გვაბიდარასდებენ ანუ აპირებენ ჩვენს გარყვნას გაბიდარასდებას ჩვენ ამაზე თანახმა არა ვართ და ისინი აი მაინც გვაძალებენ ამიტომ გვაწვევიან აი ეს თქვა პირდაპირ დიმიტრი სამხარაძე მაგალითად ერთ-ერთმა ლიდერმა ქართული ოცნების ასე თუ შეიძლება ასე ითქვას მან პირდაპირ თქვა რომ გვიგზალავენ ლოცვას ვინა უბძალა ლოცვას სადნახა აქ ლოცვის აკრძალვა გვიგზალავენ მართლმადიდებლობას სადნახა ერთი რეკომენდაციებში მართლმადიდებლობის აკრძალვა ერთადერთი რაზედაც ეს ყველაფერი გამომულია არის აი ამ კანონზე რაღაცა სექსუალური იდენტობას რომელიც ეხება და ამ ტრანსგენდერებს რომელიც ეხებოდა და რომლის ერთ-ერთი რეკომენდაცია ამ კანონის გაუქმება აბსოლუტურად სამართლიანი მოთხოვნაა ჩემის აზრით იმიტომ რომ ეს კანონი არის აბსოლუტურად პრაქტიკულად სექსუალურ უმცირესობებს ტრანსგენდერებს აღენებს ნუ იმდენად დისკრიმინაციულ მდგომარეობაში როგორც ირანშიც კი არ იმყოფებიან მაგალითად ირანში ხო წარმოგიდგენია ირანი რაც სახელმწიფოა ჰომოსექსუალობაზე სიკვდილით დასჯა აქვს სქესის შეცვლა ნებაყოფლობით შეიძლება იქ ანუ ადამიანი მოზრდილ ადამიანზეა ლაპარაკი რა თქმა უნდა ბავშვებზე და არასრულწლოვნებზე არ არის ლაპარაკი მაგრამ მოზრდილ ადამიანს რომელიც თავს აღიქვამს რაღაც საპირისპირო სქესის ადამიანად შეუძლია ოპერაცია გაიგეთოს ლეგალურად და აქ აკრძალეს კაც ირანში არ აუკრძალია და მათ მაგძალეს ეხლა
ამას გაუქმებას ყველა საინტერესო არის, მაგ ხარი ერთი ნაწილი. ეგ ჩამოთვლილია უამრავი დარღვევა. არა, ეს არის ხო, ეგ მეორე მომენტი. და მათ შორის ამ რაღაცა 20 რეკომენდაციას შორის 21 არის ერთ-ერთი. ამათ ეგრევე გამოვიდა ნახე ხარჩილ გორდუაძე გამოვიდა და ჭირად ექცა მოსკოვის რუსული მექანიზმის ანგარიში ოპოზიციას პასუხები გასცენ. უნდა გაუქმდეს თუ არა ოჯახური ღირებულებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი და გამჭვირვალობის შესახებ კანონი. ეს ერთი მესიჯი დაარიგეს და ისა რუსთავი ორის და იმედიც მაგას დებს ესე ინფორმაციად რომ ეუთომ მოგთხოვა გამჭვირვალობის შესახებ კანონს და თან გამჭვირვალობის შესახებ კანონს ეძახიან ამ კანონს გამჭვირვალობის შესახებ კანონი არ ქვია. ქვია რაღაცა უცხოური გავლენის რაღაცა და თვითონაც კი არ ამბობენ ზუსტად სათაურს იმ კანონს გამჭვირვალობის შესახებ კანონი თუ კარგად ჟღერს ნახო. კი, გამჭვირვალობა და არა. ნახეთ, ევროპა ითხოვს გამჭვირვალობის შესახებ კანონს. გამჭვირვალობა ოჯახური ღირებულებები კარგად ჟღერს. რეალურად იქ სხვა რაღაც წერია. რა თქმა უნდა, ამ კანონს არ ქვია გამჭვირვალობის შესახებ კანონი. და რატო ეძახიან გამჭვირვალობის შესახებ კანონს, ხო? არა მარტო მაგის გამოგეთ გაუქმეს, იქ უამრავი რაღაცაზეა ლაპარაკი. ქვია რაღაცა უცხოური იმის რა ქვია აგენტების თუ მაგრამ აი ეს ერთი მომენტი ეს ოჯახური ღირებულებებზე. ანუ აი ოჯახური ღირებულებებზე წინააღმდეგებიან იგი აი ეხლა ნუ ეს არის აი როგორი სპეკულაცია თუ იმ კანონში ვინმე ჩაიხედავს იქ უამრავი რაღაც ისეც ნახავს რაც მართლაც სერიოზული პრობლემების შექმნელია თუმცა ეს არ არის მთავარი პუნქტი როგორც გითხარით იქ არის უამრავი სხვა პუნქტები მათ შორის იმ ლაპარაკია დაპატიმრებულ ადამიანებზე პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულ ადამიანებზე და მათგან თავისუფლებაზე ლაპარაკია საარჩევნო მექანიზმების შექმნაზე რომ არჩევნებისობა დაუბრუნდეს და ობიექტური არჩევნები ჩატარდეს და უამრავ რაღაცაზე, რაც არ იმჩნევენ უბრალოდ. და ეს ტაქტიკა საერთოდ რომ აი მოდი ისინი რაღაცას გვეწყვიან და ჩვენ ვაგინოთ. ამან საქმეს ანამდე მიიყვანა. შედეგი რა არის? ამით რას იგებს ამით ქართული ოცნება? ამით იგებს იმას რომ ევროკავშირი მოიკიდა მთლიანად მტრად პრაქტიკულად თავარ იმპერია დღეს ევროპა და ევროკავშირი ამის გამო მას პრობლემები შეექმნა იგივე აღმოსავლეთში, იმიტომ რომ ეს სატრანზიტო ფუნქცია რომ უნდა იგისროს, ეს სატრანზიტო საიდან სად გადის, კაცო, ეს ტრანზიტი მიდის ევროპაშია, რომ რუსეთის გვერდის ავლით აზიური რესურსების ევროპაში გადაკაჩვა. ამაზეა ტრანზიტზე და თუ ევროპა შენთვის მტერია და რუსეთი პირიქით, მაშინ რანაირად, კაცო, რა დაკეთებ ამას, არა? ამ იმას ანგარიშად დაუბრუნდეთ, ეს ანგარიში არის მძიმე, იმიტომ რომ ფაქტობრივად იქ საუბარი არის ადამიანების წამებაზე. დიახ. ყველადაირ დარღვევაზე, რომელიც ადამიანის უფლებების ძალადობაზე და ეს ჩვენ თქვენი თვალის ნახეთ როგორ ხდებოდა რა. რა თქმა უნდა ჩვენ თვალის მიტინგების დროს ხალხს როგორ ცემდნენ, როგორ აწამებდნენ იქ საუბარია მე დაკავების შემდეგ ადამიანების წამებაზე, მათ ვიცით იმ ეგრეთ წოდებული მარშრუტკებში რო ქონდა სპეციალური სახალხო დამცველის ანგარიშის მოხდა. აი წავიკითხავ რაღაც ნაწილს, აი დოკუმენტის თანახმად თავარი მიგნებებია, რომ მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული უკუსვა დაფიქსირდა. ანგარიშის თანახმად დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების თანახმად ძალადობა, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ძალადობა წამების დონეს აღწევდა, გაერთიანებული იყო დანაშაულების ჩამდენების სრულ დაუსჯელობასთან. ანუ ხალხი აწამესო და არავინ არ დასჯელო, ამაზე აბა. ამას ქართული ოცნებები რითი ამართლებენ, იცი? აი, აბა იქიდან მას მაშხალებს რო ისროდნენ, ეგ არ იყო ძალადობა და მაშხალები, ჯერ ერთი მაშხალების სროლა და ის ვერ გათანაბრდება ერთმანეთთან, მაგრამ ეს მაშხალების დაკავებული ადამიანის ცემა ვერ გათანაბრდება ერთადერთ. მომიტინგების მიერ მაშხალებს სროლა. იმიტომ რომ ძალადობას იწვევს, ხო? იქედა რო იყო ხა ძალადობა, მაგრამ ეგ მაშხალების სროლა იყო 24 წლის დეკემბრის აქცია. აი ის რო გამოვიდა. კობახიძე და რაღაცა მაგის მერე რო აქცია იყო და მანამდე გაზაფხულზე რო აქცია იყო და მაშინ რო ცემდნენ ხალხს, მაშინ სად იყო იქ მაშხალები? არც მაშხალები იყო და არაფერი არ იყო მაშინ. სულ დაასისხლიანეს ადამიანები, სახში უვარდებოდნენ, იმაში ხვდებოდნენ, რა ქვია, სადარბაზოთან ლიდერებს, აწერდნენ რაღაცებს, აკიდრებინებებს, ტელეფონზე ოჯახის წევრებს ურეკავდნენ, დედებს, აქციის მონაწილეებს, აქტივისტების, მამებს, შვილებს და აგინებდნენ სპეციალური წარმოადგენელი რაზმი ყავდა შექმნილი ხელისუფლებას. არა, ამას არც მალავდნენ ხელისუფლებას, რომელიც ხალხს ურეკავდა და აგინებდა. ამას არც მალავდნენ. ამ მაშხალებზე რო აქვს ამოჩენილი ეს მაშხალები იყო ბოლოს და მანამდე რა ძალადობაც იყო და იმ 2024 წლის ამბებ გაზაფხულზე სანამ ეს მაშხალები და რაღაცები იქნებოდა. ცემეს ლევან ხაბეიშვილი ხო გახსოვთ შეათრიეს, ალეკო ელისაშვილი, დათო კაცარავა და აუარავი ადამიანი ცემეს მანამდე. შესაბამისად ეხლა რა არა, აი ეს მაშხალები ვერ გამართლებს ვერაფერს. მით უმეტეს
დაჭერილი ადამიანების და წაქცეული ადამიანების რო შედგებით წიხლებით, ამას ვერც მაშხალების როლა გაამართლებს და ვერაფერი ვერ გაამართლებს, ვერც მორალურად, ვერც სამართლებრივად. და ახლა კიდევ ვიმეორებ, ახლა ლევან იოსელიანმაც კი დაწერა, რომ იყო წამებასთან გათანაბრობლებს. მე მესმის, რომ ახლა ამ ხალხს, ვისაც ოპოზიცია ეზიზღება და ბიძინას ხატზე ლოცულობს, მათთვის ახლა რომ მოკლას ეს ხალხი ხელისუფლებამ, ესეც მისაღებია და იტყვენ ღირსი იყო, მაგრამ ბოდიში, მაგრამ ახლა მასე იყო მაშინ სააკაშვილის მომხრეებიც, ხო, რომ ცემდნენ ხალხს მიტინგზე, ისინი თქვენზე იძახოდნენ ღირსიაო და მოგწონდათ ესა. ყობა დავითაშვილი რო ცემეს, მოგწონდათ? ხო? შეიძლება მაშინ იმ ხელისუფლების მომხრეები იძახოდნენ ღირსიაო. დაიძახოდნენ კიდეც. მაგრამ თქვენ მოგწონდათ? ახლა ლევან ხაბეშვილის ცემა რატომ მოგწონთ მაშინ? გამაგებინეთ. ახლა აქ ხო ეს არის სტანდარტებია ეგ. ის ხო მტერია და ყველაფერი შეიძლება იმას გავუკეთო. აი ასეთ დამოკიდებულება რა, როგორც ანუ და ეს არის მე ვიტყოდი დანაშაული ხელისუფლების, პირდაპირ დანაშაულია ყველაფერს თავი დავანებოთ. თვითონ ხელისუფლების კალკულაციით საარჩევნო კომისიის ოპოზიციისთვის ხმა მიცემული აქვს 800,000-ზე მეტ ადამიანს, ხო? დღეს ისა რა ქვია, ის უცნობი როზის იმაში რა ქვია, ნავში და რაღაცებს იმოზღობა იყო, ისა მსახიობები ყავთ, მისი კოლეგები დაჭერილი, ანდრო ჭიჭინაძე, ქაღალდის როლაზეა თუ რაღაცაზე დაჭერილი და ბოთლის და რაღაცა, სხვა არაფერი მტკიცებული არ არის და გამოდის და აპარო ძალადობდი და იძახის და ტიპი იმაზე გადაძვრა რა ქვია და პოლიციას როგორ ეხლა გახდა პოლიციის დამცველი და თვითონ რო აქციებს ატარებდა სამართლოს იმაზე ღობეზე გადაძვრა ფაქტობრივად პოლიციის ეზოში შეიჭრა და შესაბამისად მისი ლოგიკით თვითონ მისი ლოგიკით გამოდის რომ როცემეს კარგი იყო. ხო, რა თქმა უნდა. ჩვენ რო ვაპროტესტებდით მაშინ. არა, შენ ერთი რამე შეშლება. ჩვენ რო ვაპროტესტებდით მაშინ უცნობის ცემას რო გადაძვრა ღობეზე, ვამბობთ რომ კი, კანონი დაარღვია ღობეზე რო გადაძვრა, მაგრამ დაგეჭირათ რატო ცემეთო? ეს ახლა თურმე ახლა უცნობის ლოგიკით. თურმე ეს კარგი ყოფილა რომ ცემს პოლიცია. ეს არის ტიპიური, ესეთ მე-19 საუკუნეში ეძახდნენ ამას ჰოტენტოტურ ლოგიკას, რაც ამოცნობს აქვს. ანუ ეს არის ჰოტენტოტები არის ტომი ადრეს მოყევდა სამხრეთ აფრიკაში და მასთან არის რომელიც ამბობს ბოროტება არის ის რომ მეზობელი შეომივარდება მცემს, გააუპატიურებს ჩემსოლს და კონებას სამართლებს და სიკეთი არის მე რო შეუვარდები მეზობელს გაუპატიურებს ცოლს და წავართმევ კონებას. აი ამ გაგების ადამიანის ფსიქიკაა ესა. ისინი ასე უყურებენ, ანუ თვითონ მათ რო არ მევდნენ და მათ მიმართ რო იყო სამართლობა ეს ცუდი იყო, მაგრამ თვითონ რო ახ ვის ხარ ესაც არის ის რო ჩადის იგივეს. ეს კარგია. ეს ძალიან პრიმიტიული ადამიანის შეხედულებაა ელემენტარულად, რომელსაც მორალი როგორც ასეთი არ აქვს. მორალი არის მისი ჯგუფური, ანუ აი ჩემიანები თან არის მხოლოდ. აი ჩვენ რო ვართ ხელისუფლების მომხრეები, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები, რაც არ უნდა გააკეთოს ამ ხელისუფლებამ. და ეს გონიათ რაღაცა, ნუ რა ვიცი, ამაზეა ყველაფერი აგებული და ეხლა ამიტარებაში სხვადასხვა ის რომ ამას ხელისუფლება აკეთებდა აი გინებებს, დარეკვებს, ამას არ მალავდნენ დიდო სამხარაძის სტატუსები ნახეთ მაშინ და პირდაპირ უწერია რომ აბა მაგათ რა ეგონათ, ახლა ნახონ რას უზამთ და ანუ პირდაპირ ამბობდნენ რომ ხო ჩვენ ხო რომ რაღაცა ოჯახური ღირებულებების დამცველები არიან და მოხუც დედებს და შვილებს ურეკავდნენ. წარმოიდგინე ახლა ეს იყო კამპანიური ხასიათი ქონდა გაზაფხულზე ამას, ხო? აქტივისტების, ჟურნალისტების, მათ შორის ოჯახის წევრებს ურეკავდნენ რომ იმათ მერე ზეწოლა მოეხდინათ შვილებზე რომ შვილო გვაგინებენ და არ წახვიდი აქციაზე და რაღაცა რო ეთქვა. ხო და ეხლა ამ ვითარებაზე, ნუ რაზე უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ მოდი ახლა ჩვენ შევხედოთ უფრო ასე, რა შეიძლება მოიტანოს ამა ყველაფერმა. ერთი რაც მოიტანა, როგორც გითხარით, იმდენად არის საქმე გაფუჭებული, ახლა დალაგებაზე ლაპარაკი არის ზედმეტი უკვე. ბიძინა ივანიშვილი არა, რა მოიტანოს, გითხრა, ამ მასში რა ქვია, ეუთოს ამ ანგარიში წერია რომ რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ ერთ-ერთი რეკომენდაცია განიხილონ საქართველოში არსებული სიტუაციის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაცემის საკითხი. ანუ შეიძლება ჰააგის სასამართლოს გადასცემა. ძალიან მაგი ადრესს ამდენს და ასე იქნება კი აბა პოლიტიკური დევნის, წამების და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით. ახლა იმ კადრებს რო აჩვენებ ჰააგის სასამართლოში, წარცეულ კაცს 10 სპეცრაზმელი წიხზე ურტყამს თავში და ესე გათიშა ფეხით. ეხლა მაინტერესებს მე შენ გამოდი ეძახე უიმე მაშხალებს ისროდნენ და ამიტომ სპეცრაზმელმა თურმე უფლება ქონდა წარცეულ კაცისთვის თავში. და არავინ არ დასჯილი, ეს მნიშვნელოვანი დეტალია, რომ არავინ არ დაუჭერიათ, არავინ სიმბოლურადაც არ დაუჭერიათ. ადრე კი მაინც ამას აკეთებდნენ, რომ რაღაც სიმბოლურად სჯიდნენ.
მაინც არც მაშინ არ ჯიდნენ რაც ადრე, მაგრამ ნუ რაღაცა მაინც ფორმალურად მაინც რაღაც სასჯელს იღებდა ის ადამიანი. ახლა მე მგონი დააწინაურეს და პრემია მიცეს საერთოდ ამ ხალხს ყველას. ამიტომ ეხა ჰააგის სასამართლოს ეს არ არის სახუმარო ამბავი, მithumet ეს ეხა ჩვენ არა ვართ რუსეთისნაირი ქვეყანა, სადაც ატომური ბომბი აქვს და ეხა ასე და თან გადაწყვეს რუსთაველი ერთი მაჩვენონ რუსთაველზე რა დაიწყო. ელემენტარული. ნაგვის ხუთი დაიწვა და ამაზე არის ლაპარაკი. ამ ხალხმა გადაწვა არის ის რა არის პარიზის ქუჩები ნახონ ისა რა ქვია მაღაზიებს და მანქანებს წვავს ხალხი. ერთი მანქანა არ დამწვარა. ერთი მაღაზია არ დამწვარა. და არაფერი ერთადერთი ნაგვის ხუთები რო გამოიყენეს და პარლამენტის შენობაში ფანჯარაში შევარდა ერთი ეს შემთხვევა იყო. პარლამენტის შენობაში ფანჯარაში შევარდა ის რა ქვია მაშხალა და ფარდას წაიგდა თუ რაღაცა და ნუ კიდევ კარგი ის მალევე ჩააქვეს მაგრამ რუსთაველი გადაწყვეს რომ იძახიან სად ნახეს დამწვა რა დაიწვა რუსთაველი მაღაზია დაიწვა მანქანა დაიწვა სასტუმრო დაიწვა თუ რა დაიწვა რუსთაველი ან კიდევანში ერევათ ეთქვა მაგრამ რაღაც ველამბავში იმიტომ რომ რასისულელი ნაგვის ხუთი მაქსიმუმ დაიწვა არაფერი არ დამწვა და არაფერი არ მოხდარა მაქტუალსაზით არაფერი შენობა არ დაზიანებულა რეალურად არც ერთი რაზეა ბარაკი ღაზ ვიცით ყველამ მაგრამ ეხა ხელისუფლების თელი ამოცანა რომ შექმნას პროპაგანდისტული რეალობა ანუ რასაც ინტენსიურ პროპაგანდას ეწევა მისმა მომხრეებმა უყურონ მხოლოდ ამას დაიჯერონ მხოლოდ ის რასაც ისინი ამბობენ და აიყონ ამ იმაში რაღაც რეალობაში რომ ისინი რაღაც რუსთაველს წვავენ ვიღაც გიჟები დარბიან იქა და ჩვენ აგერ თავს ვიცავთ რა ქნას აბა საწყალბა მთავრობამ საწყალბა კიდევ ერთხელ ვიმეორებ 2024 წლის გაზაფხულზე საერთოდ არ იყო მაშხალები არ არსებობდა აქციაზე ეგ იყო ზამთარში მე ბოლო ხო მაშინ რატო ცემეთ ეს ხალხი გამაგებინე აგდა მოგეთ მაგას დავით დავანებო და გარი უბრალოდ აი მოდი პოლიტიკური შედეგებზე ვილაპარაკოთ რა შედეგი მოუტანა პოლიტიკური შედეგი ხო ეს სხვათაშორის არ ვიცი დაემთხვა თუ რა მოხდა სწორედ აი იგივე ბრალდებებით ადამიანების წამება და ასე შემდეგ და ადამიანის უფლებების დარღვევები ლიტვამ გადასცა ბელორუსის საქმე ჰააგის სასამართლოს და შეიძლება ლუკაშენკო გასამართლეს და მე მგონი კარგი შეიძლება პრეცედენტი აღმოჩნდეს ეს ყველაფერი და არ ვიცი ახლა მე რის იმედი ექნება ბიძინა ივანიშვილს ან სხვას თუ ასეთი რამ მოხდა იმიტომ რომ აქ წერია რომ ყველა ქვეყანა შეუძლია მიმართოს ახლა ჩვენ როგორი მართლობითი სტრუქტურას ხშირად ვამბობ ხოლმე და მნიშვნელოვანი მგონია აი როგორი მართლობითი სტრუქტურა ყავს ყავს ერთი კაცი რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს და ყავს კობახიძის მეთაურობით გუნდი რომელიც იმ ბიზნეს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს იურიდიულად აფორმებს. აი ეს არის მთელი ჩვენი ხელისუფლება. ანუ ესენი არაფერს არ იღებენ. თუ შეიძლება რაღაც თავისი იდეებიც გქონდეთ, მაგრამ ექვემდებარება ყველაფერი ბიზნეს ვიზირებას, ხო? ბიზნესთვის ახლა მე შემიძლია სრულიად ივანიშვილისთვის სრულიად ისე თქვა, პასუხისგებლობით ის რაღაცნაირად მისი წარმოდგენები პოლიტიკაზე არის ისეთი, რომ ევროპას არაფერს თავი არ აქვს. მას ეს ქონდა ძალიან მყარად. ანუ ვინ გითხავს გერმანიას, ვინ გითხავს საფრანგეთს, ვინ გითხავს მაგათ საერთოდ ბიზნეს რამს. ევროკავშირი მას ის ევროკავშირს უყურებდა ძალიან აგდებულად ყოველთვის. და ფლადუსაფუძვლო კი არ იყო ეს ევროკავშირი მართლაც და მაინდა-მაინც არ გამოირჩეოდა კაცრი ზომებით, იგივე რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთს შერჩა ყველაფერი თავის დროზე, შერჩა ყირიმის ოკუპაცია, შერჩა ის დონბასი, დონეცკის ოკუპაცია და ეგონათ რომ ესეც შერჩებოდა. მაგრამ თვითონ ხო გვეუბნებიან ეხლა რომ სამყარო შეიცვალა და ის წესრიგი აღარ არის და ხო შეიცვალა სამყარო და ევროპის პოლიტიკაც იცვლება. აღარაა ეს ის ევროპა რომელიც მარტო შეშფოთება აღშფოთებით შემოიფარგლებოდა რა ახლა გადადიან ზომებზე უკვე. დღეს ევროპა უზრუნველყოფს იმას რომ უკრაინა უძლებს რუსეთის შეტევებს. თელ შეიარაღებას რეალურად ევროპა უზრუნველყოფს. სერიოზული მხარდაჭერა უფრო მეტი კიდევ ვიდრე ამერიკის მხრიდან ქონდა. და ევროპელები არაპირებენ გადახედილი აქვს იგივე სამხედრო პოლიტიკა, თავდაცვის პოლიტიკა, შეერაღებული ძალების პოლიტიკა და აღარ იქნება ისე როგორც იყო. და აღარ არის ეს ის ევროპა რომელიც ყველაფერს მოგითმენ და შენაკედან დედააგინო, შენაკედან რაღაც აფურთხო, შენაკედან ეძახო რაღაც საზღვრებები და იმათ არაფერი არ გააკეთონ და კიდე ფული გაძლიონ აქეთ. ეს არ მოხდება. ეს არ მოხდება, მიღებული იქნება სერიოზული ზომები და ამის უამრავი ბერკეტი აქვს გარდა ჰააგის სასამართლოში. ამ ჰააგის სასამართლოზე შარშან გეუბნებოდით, აგერ ამ გადაცემიდან, ამ სტუდიიდან და ავით შემოჯერ კიდე ყაველა შარშანკი უფრო ადრე იყო. ყაველაშვილი არ იყო მაშინ პრეზიდენტი მახსოვს და ერთი ამბავი ატეხეს, ლამის იმეჯი ცალკე გამომიყვანეს იმაში, რომ აუ რეებს ამბობს, აი რაღაცა ავალებენ ამის თქმას. არავინ ამის თქმას არ მავალებს. ლოგიკა ასეთი, აბა თქვენ რა გონიათ, ეხლა შეგიძლია
ასე აგინო, შეურაცხყოფა მიაყენო, ჩაუტრად გამოაცხადო მთელი ამხელა ევროკავშირი, ამხელა ბრიტანეთი, ამხელა გერმანია ელჩზერებს ლაპარაკობენ. გერმანიის ელჩი ფაქტობრივად აბუჩატყავთ აქ და. ხო, როგორ ლაპარაკობენ და ელჩი ხო ქვეყანას წარმოადგენს, ის თავის კი არ მოქმედებს, აქ რაღაც საკუთარი ინიციატივა. გერმანიის ელჩი იპოვეს დაბალი ხობე რა. ხო და ეხლა ეს გერმანია მაგათ რა გონიათ ეხლა. იგი გერმანია თუ გაბრაზდა, მერე ჩემტერს დაავს ესე იგი მაგათ თუ მისდიეს ამ საქმეს ბოლომდე. ამიტომ ეხლა ცოტა ხო უნდა დაფიქრდეთ, ან ლაპარაკობ რომ ომში არ გვინდა ჩავითრიოთო და ევროპასთან გინდათ ჩავითრიოთ რაღაცა უსიამოვნებაში და კონფლიქტში. ის რომ სატრანზიტო ფუნქციაზე გეიმედება და ეს სატრანზიტო ფუნქცია, კაცო, ევროპისკენ მიმავალია, კიდე გეუბნები. თუ ევროპასთან ცუდად ახარ და იმან თუ ჩაგიკეთა და გითხრა რომ დავენებით თავი, მორჩა აქ დამთავრდა ყველაფერი. დამთავრებულია ჩვენი საქმე, მაშინ ან ეკონომიკური უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი გველოდა. მე რა მაინტერესებს? ამ ხელისუფლების პროპაგანდა და ეს ბიძინეევანიშვილის ფილოსოფოს რუაზაზა შათირიშვილი და მთელი პროპაგანდა აგებულია იმაზე, რომ გვევძვის უბოროტესი რაღაცა deep state-ი, რომელიც აკონტროლებს მთელ იმას, რა ქვია, მთელ მსოფლიოს და ბიჭო, ეს deep state-ი ასეთი უბოროტესი თუა და თუ გებრძვის, ერთ დღეს მართლა რო გაბრაზდეს, მე რა შვები. არა, თან როგორ ემძვის ახლა, როგორ ემძვის? რუსთაველზე დემონსტრაცია. ასამობ, იცი რომ რუსეთისო უნდა გვეშინოდესო, ამიტომ რომ ის დაგვარტყამსო რუსეთიო შემოვაო და გავიგე ეს ლოგიკა. მეც ვეთანხმები რომ რუსეთის უნდა გვეშინოდეს, იმიტომ რომ ნუ ახლა დიდი სახელმწიფოა და შემოვა და ფრთხილად უნდა ვიყოთ და რუსეთსო უნდა მოვეფეროთო, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ გოგლახოსო. გავიგე ეს ლოგიკა, მაგრამ ბიჭო, ის deep state-ი თუ ასეთი ბოროტია, იმას რა პონჩი ებლატავენ. ის რომ მოგიბრუნდეს და რუსეთზე უარესი გიქნა შეიძლება რა შეგულების თეორიებს და ამ პარანოიდულ რაღაც ხედვებს არა აქვს ლოგიკა როგორ წესი აქ არა თუ რუსეთს უნდა მოეფერო იმ deep state-ს რატო არ უნდა მოეფერო რა მაგალითად ის იმიდან ის როგორ დააჩმორე ესე ის გადატრიალებას აპირებს რუსთაველზე დემონსტრაციებით მოკლედ ეს deep state და რაც თავარია იცი რომ მთელი უბედურება ის არის რომ ბიზნესი თან აგერში სტეიტმა ჩვენ ხო რასაც რაების გაკეთება შეუძლია ხო კი რა ვიცი ეგ ვენესუელაში ეგ ირანში შეიჭრა და რაღაცა რო წამოვუაროს ამ deep state-ს მე რა ვშვებით რა ხო და არა აქვს ლოგიკა ამ ქმედებას მე ვხსნი მხოლოდ ერთადერთი არაადეკვატურობით არ არის ადეკვატური აღქმა რეალობის იგივე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ვინც ბიძინა ივანიშვილის ქვემდებარია და ქვეშევრდომია დღეს მათ უბრალოდ არც აინტერესებთ ეს საქმეები ადეკვატურია თუ არა მათ უბრალოდ აქვთ ინტერესი იმისი რომ დარჩნენ ბიძინას ჭდილქვეშ იყვნენ იმ გარემოცვაში კონდეთ თანამდებობები კაი ჭამონ კაი სვან და კაი ესე იგი ასე ვთქვათ იყვნენ ძალაუფლებაში მეტი არაფერი ინტერესი ამ ხალხს არ აქვს ესე იგი პირველად ხდება ეგეთი რამე ჩვენ გვყავს აბსოლუტურად უამბიციო პოლიტიკურად უამბიციო ადამიანების კრებული ხელისუფლებაში. პირველად არის ეგეთი რომ ერთი ტიპი არ არის, ესეთი რომელიც შეიძლება პერსპექტივაში მაინც მოიაზრებოდეს დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად. იგივე ნაციონალურ მოძრაობაში ახლა კი ვიძახით ახლა ამ ერთობაზე რომ ნაციონალური მოძრაობა არისო, რომ ვიძახის ხელისუფლება ყველაო. კი, ბევრი პარტია ნაციონალური მოძრაობიდან გამოსული, მაგრამ ეს ნიშნავს რომ იყვნენ რა ტიპები, რომელთაც რაღაც თავის პოლიტიკური შეხედულება ქონდათ და რაღაც პოლიტიკური ლიდერია, ზოგი ერთი პარტიის, ზოგი მეორე. აი, რომელიც წარმოგიდგენია დღეს ქართული ოცნებიდან, რომელი ბიძინას გარეშე პოლიტიკური პარტიის ლიდერად. ვინ? მდინარაძე, კობახიძე, ეს გორდულაძე, კირცხალია თუ ვინ? ყაველაშვილი ჩამოაყალიბებს რაღაც პარტიას და მოძრაობას, კიდე ირაკლი ღარიბაშვილს კიდე ყავდა რაღაც მხარდამჭერები. ერთ ბოლოს ეგ იყო ერთადერთი რომელიც ჩემთვის მიუღებელი იყო ის ფილოსოფია და ის პოლიტიკური ფილოსოფია რაც მათ ჰქონდა, მაგრამ მხარდამჭერები მას ყავდა. ახლა ყავს ხალხი, რომელსაც არავინ არ ყავთ, არავინ არ არიან ტიპები. ტიპები არიან მხოლოდ იმისთვის, რომ ბიძინა რაღაცას რო იტყვის, აი მომაშორეთ ეს ხალხი აქედან, ეს მიიღებს კანონს ამ ხალხის მოშორების თაობაზე. რაღაცა ჩაწერს მერე ამას კანონს და მერე გამოუშვებს და ამას მერე ვიღაც ევროპაში წაიკითხავს, შეუწუხდება გული ისეთ სიგიჟე წერია რომ ხა ამას დიუსელდორფის პროფესორი ამას არ უნდა წერდეს თუ კურსდამთავრებული დიუსელდორფის იურიდიული კურსდამთავრებული სამარცხვინო ამბავია. სხვაშორის ამ უნივერსიტეტმა, რომელიც კობახიძემ დაამთავრა, სოლიდარობა გამოუხატა ილიას უნივერსიტეტს აგერ ახლა. მე ვიძახი რომ შეიძლება მე რა ქვია დიუსელდორფის უნივერსიტეტის იმ პროფესორს ის არ წააკითხოთ მეთქი რა ქვია. აკაკის გამზელი არ წააკითხოთ. ირაკლი კობახიძის პროფესორს აკაკის გამზელი არ წააკითხოთ. შეიძლება სულად დამთავრდეს. დამოკიდებულებით, არ ვიცი ხა, ეს არის აი
ეს ხალხი სად მიდის? ეს ხალხი ამას რო ასრულებს ყველაფერს. რამდენი ხანი გონიათ ეს ყველაფერი იქნება? დაუშვათ და ყველაზე მათთვის იდეალური ვარიანტი წარმოვიდგინოთ და დაუშვათ სანამ ბიზნესად შვილები ყავთ, შვილიშვილები ყავთ, რა სახელს ტოვებენ ქვეყანაში, რა მემკვიდრეობას უტოვებენ ამ თავიანთ შვილებს და თავიანთ შვილიშვილებს. საერთოდ რის გამო ესე ვის გვერდით უნდა ახსენო ხო? თუ ახსენებთ ვიღაცა, ალბათ გაგვახსენდება ეს ბოლშევიკი დამპყრობლები, ხოლო სხვა ვინ ახლა? ევროპასთან ურთიერთობის გაწყვეტა და ჩახსნა ავტომატურად ნიშნავს, რომ ეს აღმოჩნდება რუსეთის გავლენის სფეროში ჩვენი ქვეყანა კი ამ მთელი რეგიონი. შემთხვევითი არ არის ფაშინიანი რომ ეხვეწებოდა თქვენ ჯერიმე დაელაპარაკეთ ამათ იგივე რამე შეიგნონო ქართველებსო. იმიტომ რომ ხო სომხეთისაც იგივე ელის. სომხეთის ფაშინიანს მე მგონი ამათმა დააბარეს აქ. არ ვიცი რა თვითონ ჩაგვიწყვე ევროპასთან ჩაგვიწყვე. თითქოს შეიძლება არ არის გამორიცხული, მაგრამ ჩაწყობაში ესე რას გულისხმობენ ძიო ჩვენ ისევ ასე მოვიქცევით და თქვენ ხო არა ეგ უნდათ რა ანუ ევროპას ჯერ ევაჭრებოდე რომ რა გინდა თქვენ აქ რატო ითხოვთ დემოკრატიას ადამიანის უფლებებს და რაღაცეებს აგერ ხო გჭირდება ჩვენი სატრანზიტო დერეფანი და მაგაში გამიცვალეთ ყველაფერი ამაზე ევროპა არ წამოვიდა ეხლა დაინახეს რომ ევროპას ჭირდება სომხეთი ძალიან აქტიურად დაიწყო ევროპამ სომხეთთან ურთიერთობის დაალაგება და ევროკავშირში ეპატიჟება და ასე შემდეგ და ეხლა ჩვენს გარეშე ხო ვერ მოხდება ეხლა ჩვენი გავლით უნდა მოხდეს ეს და ეხლა იფიქროს რომ აი მოდი ჩერე სომხეთი მევაჭროთ რა რომ აი სომხეთთან ხო გინდათ კაი ურთიერთობა მაშინ ჩვენთანაც დაალაგდით თორე ისე არ გამოვა არაფერი და ფაშინიანს ათქმევინეს ეგ მაშინ ევროპარლამენტში თავისუფლად ესეთი რამე ყოფილიყო მე მაინც გონია რომ ეს ამბავი შეიძლება დამთავრდეს ორნაირად რა აი რაც მიდის ერთი რაც არ შეიძლება დამთავრდეს და სრულიად გარანტირებულად გეუბნები ეს არ შეიძლება დამთავრდეს ისე რომ ბიძინა ივანიშვილის აი ამ ტიპის მმართველობას რასაც ჩვენ დღეს უყურებთ ამას შეეგუოს ევროპა და თქვას კარგი თქვენ აქ ბიძინა იყოს მარადიულად რაც გინდა აკეთეთ რაც გინდა კანონები მიიღეთ და ჩვენ გევაჭრებთ ეს არ მოხდება მოხდება ორი ვარიანტი ან ცუდი ვარიანტი არის და მეორე არის კიდევ უფრო ცუდი ერთი არც თუ ისე კარგი არის რომ მოხდება ძალიან სერიოზული ზეწოლა ხელისუფლებაზე ძალიან სერიოზული ზეწოლა იმდენი რომ ხელისუფლებას აიძულებენ ცულებებს ეს ცუდი არა ეს დაიწყეს უკვე ამაზე ლაპარაკი ეს ერთი ის რო ყავთ რა ქვია პირველ ახსნა პროპაგანდისტი გვიმრაძე იმან დაწერა პოსტი რომ ეს რომის ეუთოს ანგარიში ნიშნავს რომ ჩვენი დასჯა გადაწყვიტაო დასავლეთში ერთი ვარიანტი მაგას ვამბობდი მე რა თუ გაბრაზდა ის deep state რა შველი და მეორე ვარიანტი ცუდი ამას იმიტომ ამბობ რომ ეს ჩვენს სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება თორე პოლიტიკურად ეს ცუდი არ არის პირიქით კარგი იქნება მაგრამ ეკონომიკურად და ცხოვრებისეულადაც ეხა ხალხისთვის ეს არ არის ასიამოვნო რომ ხელისუფლების დასჯა გინდა არ გინდა ხალხსაც გადმო და მეორე თავარი მეორე აი რა ყველაზე ცუდი ვარიანტი რომ უბრალოდ ხელი ჩაიქნიან ჩვენზე თქვა რომ ერთი ამათ დედას რა ეგდონ მაგ აი ამ რეგიონს დავანებოთ თავი და მივცეთ ამ რუსეთს გიჟები არიან აწყობთ არა ეს არ აწყობთ არც ეს იმიტომ რომ მე აქ რუსეთის ლუკმა ხტები და რუსეთი ბიზნეს დატოვებს თუ იგორს დასვამს გიორგაძეს არ ვიღაც ფსბ-ში ისევ ის ფარცხალაძე რომანოვი რო ჩამოიგვანოს და ის დაგვასვას თავზე რა ჭკვა დაუშლით თუ რუსეთის ლუკმა ხტები მოკლედ ჩვენ გვაქვს რეკლამა შეგახსენეთ ეთერშია საავტორო გადაცემა რეზიუმე და ჩვენი საავტორო აზრები გამოსაც გამოითქვა ჩვენი და მან გამოგვიცხადა რა ქვია მაუწყებლობის კომისიამ რომ აი აწიო დაგაკვირდებით თუ რა სილაპარაკებთ ეთერშია და დაგვაკვირდით ბატონო აგერ ვართ ხო ჩვენ გვაქვს რეკლამა და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით სტუმართან ერთად ლაშა ტუღუში იქნება ეთერში ბევრი მიიღეს ისე უკან მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით შემოგვერთა სტუმარი ეთერშია კიდევ ერთხელ შეგახსენებ საავტორო გადაცემა რეზიუმე პარასკევის რეზიუმე და ჩვენთან არის ლაშა ტუღუში სტუმრად ლაშა მოგესალმებით მადლობა გადაცემაში თქვენ მოწვევისთვის გადაცემაში სტუმრობისთვის და ჩვენ ვისაუბრეთ ნაწილობრივ რაღაც ეუთოს ანგარიშის შესახებ მოსკოვის მექანიზმით გამოწვეული. პრინციპში შენ შეგვითხრა შენი აზრი რა დატვირთვა აქვს ამას, იმიტომ საკმაოდ განსხვავებული ვითარება მივიღეთ ხელისუფლებას აი ვითარება მივიღეთ რეალურად შეიძლება ეს არ დარჩეს ფარატინა ქაღალდად როგორც აქამდე ხელისუფლება ეძახის ხოლმე ხო ეს რეზოლუციები ანგარიშები ფარატინა ქაღალდია ჩალის ფასი აქვს ასე შემდეგ ეს ანგარიში ვერ დარჩება ფარატინა ქაღალდად, იმიტომ რომ თვითონ ეს ინსტრუმენტი
მოსკოვის მექანიზმი ძალიან სერიოზული ინსტრუმენტია. მას აქვს ორი განზომილება, უხეშად ვთქვათ, ერთი არის, რა თქმა უნდა, სიმბოლური განზომილება, როცა ამ ასე ვთქვათ, პულში ხვდები, აი ამ რიგში ხვდები, სადაც შეიძლება ამ სახელმწიფოთა რიგში ხვდები, სადაც შეიძლება ეს მექანიზმი ამოქმედეს. თავისთავად სიმბოლურად ძალიან ძიმეა, იმიტომ რომ ქვეყნები რომ ჩამოთვალოთ, ვინც აღმოჩნდა ასე ვთქვათ, კლუბში, რიგში, არც როგორც გინდა დავარქვათ, ისინი არ გამოირჩევიან რეპუტაციულად. ისინი არის ცუდი სახელმწიფოები, იმ თვალსაზრისით ადამიანებს, რომლებიც შიგნით იმ ქვეყანაში ცხოვრობენ, ჩაგრავენ. და ჩაგრავენ ძალიან ცუდად, რა, წამების ფაქტები არსებობს დაპატიმრების არაერთი ფაქტი და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან ძიმე სურათიდან გამომდინარე იქნება ხოლმე ეს მექანიზმი კონკრეტული ქვეყნისთვის. ეს მექანიზმი ცნობილია, მაგრამ კონკრეტული ქვეყნისთვის. ახლა პრაქტიკული განზომილება რა არის, რაციონალური, ძალიან დიდ ზიანს გაყენებს ამ მექანიზმის დასკვნა ქვეყანას. ზიანი იზომება როგორც პოლიტიკური წონით, ასევე იზომება ხშირად ეკონომიკურითაც და ასე შემდეგ, მაგალითად საინვესტიციო გარემო ქვეყანაში, სადაც ადამიანებს აწამებენ, იმ ქვეყანაში, სადაც სასამართლო არ არსებობს და ეს არის პოლიტიკის ინსტრუმენტი, წამების ინსტრუმენტია სასამართლო, იმ ქვეყანაში ნორმალური ფული არ შემოვა. და იმ ქვეყანას პერსპექტივა განვითარების არ აქვს. და ხა მით უმეტეს მაგალითად ისეთი ქვეყნები, სადაც ეს მექანიზმი ამუშავდა, თქვა რუსეთი ან მსგავსი ტიპის ქვეყანა, თურქმენეთი, იქ არის რესურსი, რომელიც რაღაცნაირად უნარჩუნებს, სატივტივებ რა, სახერხებ, მაგრამ საქართველოს რესურსი რა არის, ეს არის მისი გეოგრაფია და ეს არის ხალხი, ხო? ეს არის წესით უნდა ყოფილიყო დემოკრატია, რაც თავისთავად სხვა ტიპის განვითარებას გულისხმობს თანაბარ განვითარებას, როცა ბევრი დიდარი ადამიანია, საშუალო ფენა არსებობს და სიღარიბე არ არის, ეს არის დემოკრატიის ხიბლი, რომ მთელი ქვეყანაა განვითარებული და არა რაღაც ერთი მდიდარი ყავს, რომელიც ზემოდან იქიდან რაღაცა მაღალი წერტილიდან უყურებს დანარჩენი და ხალხი სულ ზღაპავს და უამრავი მშიერი და დასტრესილი და გაუბედურებული ხალხი ცხოვრობს. ამიტომ ამობ, რომ ძალიან არასერიოზული არის ის რეაქცია, რომელსაც ეს ვისმენ. რბილად რო ვთქვათ, რომ ტყუილები და ვის დაკარვენ, რას გვაშინებ, რაღაც არის ბუკნაი. ის ააგორეს, რომ აი ითხოვენო ოჯახური ღირებულების კანონის გაუქმებას და თან გამჭვირვალობის შესახებ კანონის ესე გამჭვირვალობა მოსწონს სიტყვეტყვა და იმ კანონს ხო გამჭვირვალობის შესახებ თვითონ არ დაარქვეს კანონი. სულ სხვა სახელი ქვია, ხო, რაღაც უცხოური გავლენის შესახებ და თვითონ ეხლა იმ სახელს კი არ ეძახიან, რაც ქვია, გამჭვირვალობას ეძახიან. რეალურად ეგ არის კანონი მათი წარმოდგენით სახელმწიფოს მოღალატეების და მტრების ასე ვთქვათ, გამჭვირვალეობის კანონი. ხა ისე რომ სწორი ტერმინი გამოვიყენოთ რა. ვინც არის სამშობლოს მოღალატე, აი იმათი ეს ასე ვთქვათ, რეესტრი. სამარცხვინო დაფაზე გაყრის კანონია და ეხლა რანაირად არის გამჭვირვალეობის კანონი? გამჭვირვალეობა არის ევროპული სტანდარტი და ამერიკულისა მათ მოიგონეს ეს მექანიზმი, ეს იდეა იქიდან მოდის, თორე ეხლა რუსეთის იმპერიის წიაღებიდან კი არ მოდის, წიაღიდან კი არ მოდის ეს და ეხლა რო ასწავლიან ევროპას, რომელიც გეუბნება, რომ ეგ სხვა რამეაო და ამერიკელებს ასწავლიან კიდე სადაც დემოკრატიას ვინც მოიგონა იმას ასწავლიან, ხო? ნუ ეხლა არასერიოზულია რა თქმა უნდა. მაგრამ ყველაზე მეტად არასერიოზული არის აი ეს პოზა, რომელიც უკავიათ რა, რაღაცა სიმულაცია გმირობის, რაღაცა კაცურია, ვაშკაცური და ესე იგი გაჭიმული რო დგახარ, რაღაცას იმაშობი რა. ვითომ მაგრა დაუდგა საწყალ გერმანიას. ბრიტანეთი ვინ არის? ასაცილოა რა, საფრანგებმა რა ეს აი რაღაცა უხერხულიც არ არის რა, ნუ აი როგორ გითხრათ რა, იმდენად სასაცილოა ეს პოზიციონირება ამათი ყველა თვალსაზრისით, იმით რომ თურმე
იმ დასკვნებში და კიდე სხვა დასკვნებში ევროპარლამენტის მიაბეს და თელი თურმე ფაქტები არ არის და სულ გარშემო ყველა იტყუება. თელი დედამი მილიარდი ადამიანი იტყუება. მარტო ესენი ამბობენ სიმართლეს. მარტო ამათ ესმით რა არის დემოკრატია, სხვებს არ ესმით. მარტო ამათ ესმით რა არის ადამიანის უფლებები. დანარჩენი ყველა გადაგვარებულია. ევროპა გადაგვარდა. ეხლა კიდევ ისმენთ გამოვიდეთ საერთაშორისო ინსტიტუტები, საერთოდ გამოგვიდეთ. ნეიტრალური საქართველოს რო არის. რა უნდა რას ნიშნავს გამოხვიდეთ და რა უნდა დარჩეო ეუთოდან გამოვიდეთ. ისა ბირჟაზე ვილაპარაკოთ. ეუთოდან გამოვიდეთ, ევროსაბჭოდან გამოვიდეთ. გაეროდანაც გამოვიდეთ და საერთოდ თქვათ რომ არაფერი არა ვართ. ან ცალკე ვართ რაღაცა მარსზე არსებული რაღაც სახელმწიფო თუ სახელმწიფოც არ არის რაღაც, ხო? ამიტომ რა თქმა უნდა უყურებდნენ ამას სერიოზულად. სადღაც გასაგებია რომ ძალიან ეშინიათ, იმიტომ შეუძლებელია ვერ ხდებოდნენ რომ ამის გაგრძელება ძალიან ძიმე შეიძლება იყოს ბევრი მიმართულებით რა და ყველაფერი აქ რაც არის მყიფე და სიმულაციური რა. მათ შორის ეკონომიკა, მათ შორის რაღაც სტაბილური ყველაფერი მყიფეა და აი იმ სოფლიოს იმ ნაწილს ძალიან ცუდად ეთამაშებიან და აი უბრალოდ რომ გამოიხედოს და სამართლიანად რომ მოგექცეს ხო როცა შენ არღვევ ადამიანის უფლებებს ასეთი ფორმით არღვევ რა თქმა უნდა უძიმესი შედეგი იქნება ქვეყნისთვის ორჯერ 2-4-ია ეს ორჯერ 2 გასაგებია აი მე მაინც გონია დავით შენი აზრით საინტერესოა ამაზე ის რომ ჩვენ აი პრინციპში ჯერ კიდევ მაინც დიდ შეღავათს უწევენ საქართველოს ხელისუფლებას ანუ არ ეკცევიან ისე მკაცრად როგორც ამათი რეაქცია იმსახურებს ზოგჯერ ჯებიაზე. ანუ საკმაოდ რბილი იყო აქამდე ეს დამოკიდებულება და მე მაინც გონია ეს იმიტომ რომ არ სურთ ბოლომდე გაწყვიტონ ეს ურთიერთობა და შეგვატოვონ აგერ მარტო რუსეთს. აი შენ რას ფიქრობ, რამდენად ეს რეალურია რომ საერთოდ ხელი ჩაიქრიონ ჩვენზე თუ რაღაც კონკრეტული დასჯის მექანიზმების გამოძებნა უფრო რეალური ექნება და რა მოხდება? მე მგონია რომ ეს ხაზი გაგრძელდება. თუმცა ეს შეიძლება არ იყოს ისეთი სიჩქარის როგორც არის თქვა ბელარუსში, იმიტომ რომ ბელარუსში პრაქტიკულად დამარცხდა აი ეს ოპოზიციური აზრი. ხო, მაგრამ ეხლა დაემთხვა რომ ბელარუსის თემაზე მიემართეს ხააგის სასამართლოს, ლიეტუვა მიმართა. ამიტომ ამბობ რომ ეხლა შეიძლება ჩვენ შესახებაც ეგრე მოხდეს, ხო? იქ უფრო მკვეთრი იყო დასავლეთი ბელარუსთან მიმართებით, რუსეთთან მიმართებით. ასე შემდეგ, ანუ იქ იმედი იმისი რომ ლუკაშენკო რაღაცას გააკეთებს არც არის იყო თავიდან აი ძალიან დიდი წინააღმდეგობა იყო მაგრამ ეს წინააღმდეგობა მალე გაწყდა ნუ რამდენიმე თვე გაძლეს და დამთავრდა ხო დღეს ფაქტობრივად არაფერი აღარ არის იქ დიდი ნაწილი გარეთ არის გაქცეული ძალიან ღირსეული ნაწილი დაჭერილია და რაღაცა არის რომელიც გაჩუმდა და სახლებშია და ნუ ანუ ამ სისტემამ მოგუდა ფაქტობრივად იმედიც კი შეიძლება ითქვას მოგუდა თუმცა ეგ არ ნიშნავს იმას რომ თუ ვითარება შეიცვლება ბელარუსს და ბელარუს ხალხს არ აქვს შანსი რომ დაბრუნდეს ამ ევროპულ გზაზე იმიტომ რომ ძალიან დიდი პოტენციალია ზოგადად ბელარუსზე ცალკე უბრალოდ თქვი რახან კითხვა და არა აქ თემა მაგრამ საქართველოში როგორც ბელარუსი ხა ლიეტუვა მიმართა ამ დარღვევების გამო ჰააგის სასამართლოს ამ კაც წერია ამ ანგარიში რომ შეუძლია ეს საქმეები გადაეცეს ჰააგის სასამართლოს და შეიძლება მეთქი რომ ჩვენ შემთხვევაშიც ასე მიმართოს ვიღაცამ და ჰააგაში მოუწიოს ვიღაცებს პასუხის გაცემა და აქ კითხვა იყო ესეთი რატომ თუ მოხდება ის რაც ზუსტად აი რაც ახლა შეკითხე გაგრძელება იქნება იდენტური რაც არის ბელარუსში და რატომ არ არის იდენტური აქამდე ხო? იმიტომ არ არის რომ ჯერ ერთი განსხვავებით აი ამ სიტუაციამ მათ შორის რუსეთიდან საქართველოში წინააღმდეგობის პროცესი არსებობს არის ძალიან ძლიერი საზოგადოების ინტერესი ევროპის ნაწილი გახდეს არის სერიოზული არ ჩერდება არც ქუჩა და არა მარტო ქუჩა და აკურდე ხა ყველა მიმართულებით არის პროტესტი არსებობს მედიები რომელსაც ვერ გუდავენ ბოლომდე არსებობს საზოგადოებრივი ორგანიზაციები რომელსაც გადაუკეტეს ყველა არხი მაგრამ მაინც არსებობენ და ხმას იღებენ და დაასუსტეს მაგრამ არსებობენ ქუჩა არსებობს სტუდენტური მოძრაობა არსებობს პროფესორები აპროტესტებენ
ხო, უამრავი მოქალაქე რეგიონებშიც არის ეს პროტესტი და ვერ ერევ, იმიტომ რომ საქართველოს აღმოჩნდა სხვა ქვეყანა და არ გამოდის. არ გამოდის, იმიტომ რომ იმ ხალხს, რომელიც აი ესე ცუდად იქცევა იმათ, ოჯახის წევრები ყავს, შვილები სხვანაირად ფიქრობენ, მეზობლები ყავთ, ნათესავები ყავთ, საქართველოს არის სხვა ქვეყანა, სამოქალაქო შეგრძნება, განვითარებულია, ხო, ეს კულტურა განვითარებულია, ჩვენ მართლა გვინდა ევროპა და ძალიან დიდია ეს სურვილი და ძალიან დიდია ეს ნაწილი ამ ქვეყნის, რომელსაც რეალურად უნდა. ეხლა შეიძლება მეტგმირობას ითხოვდე, ეხლა სიტყვაზე ყოველდღე რომ დადიხარ, გინდა რომ უფრო მეტი ხალხი იყოს, გინდა გასაგებია ესეც, მაგრამ თუ ვადარებთ, რა თქმა უნდა, განსხვავებული ვითარება. ამიტომ როდესაც ისინი აი ესე დაუნდობლად არ მოქმედებენ ქვეყნის მიმართ, ისინი არა მარტო ეგრეთ წოდებული თუ რაც არის ძალაუფლების ნაწილის გარდა ხალხსაც ითვალისწინებენ, საზოგადოებას ითვალისწინებენ და ცდილობენ, რომ ისეთი ნაბიჯები არ გადადგან, რომელიც დააზიანებს იმ ნაწილსაც, აი მაგალითად ვიზების საკითხი, ხო? ხო, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რატომაც მოგცეს ვიზა, ყველაფერი დაანგრია. ყველაფერი და მაგრამ არ გართმევენ, იმიტომ რომ თხილობენ, იმიტომ რომ გვერდით რთული ვითარება, ოკუპირებული ტერიტორიები, საზოგადოება განსხვავებულია და აი ამ ფაქტორების ერთობლიობა ანელებს ამ პროცესს, მაგრამ შენელება არ ნიშნავს შეჩერებას. და ნაბიჯ მაინც მიდის მაგითკენ. ეხლა ფოკუსი როგორ გაკეთდება, ეს არის კითხვა, ანუ ეს რეაქცია რის მიმართ იქნება, იმიტომ რომ მათ მოუწევს მსოფლიო გლობალისტურია. ეს წესრიგი არსებობს რა, როდესაც შენ ხედავ მეზობელ ქვეყანაში ან კანდიდატ ქვეყანაში მით უმეტეს ესე დარღვევებს ადამიანის უფლებების, ეს მათი ის კი არ არის რომ აი გაეღვიძა და უცბად გაახსნა, მათი ვალდებულებაა. ეგ სისტემური ვალდებულებაა, ეს არის საერთაშორისო სამართალი, ეს არის საერთაშორისო წესები და წესრიგი, რომელიც ავალდებულებს ასეთი ტიპის ქვეყნებს, როგორზეც ვაპარაკობდით, დემოკრატიულ ქვეყნებს რაღაცა რეაქცია ქონდეთ, როდესაც საქართველოში მაგალითად ხდება ასეთი რაღაცები. და რა ხდება? გვითხრეს პირდაპირ, ხდება წამება, ხდება დაპატიმრება, რომელსაც საფუძველი არანაირი სამართლებრივი არ აქვს და დარღვევებით მოხდა, ხდება ასე ვთქვათ რეპრესიები, შევიწროება პოლიტიკური სისტემაში მთავარი ისა მოთამაშე რაც არის ხო პარტიების და ახლა კიდე გაზარდეს საკონსტიტუციო სასამართლოში კიდე მეტი უნდა დაარისახნა, ხდება შევიწროება მედიის სხვადასხვა გზით, რამდენიც შეუძლიათ იქამდე მოდიან. მათ მეტი დღეს არ შეუძლიათ, თორე რა თქმა უნდა კიდე უფრო მეტად გააფუჭებდნენ აქ სიტუაციას, უბრალოდ ამის იგით ვეღარ მიდიან. თორე კეთილია და რაღაც ესე არ არის. აი რამდენიც შეუძლიათ შეგავიწროვონ თავისუფალი მედია, იმდენად გავიწროვებენ, თუ მათ რო შეეძლოთ მეტი მეც გააკეთებდნენ, მეც დააზიანებდნენ. სასამართლო სისტემა რას დაემსგავსა? რა წერია სხვა შორის იმ გადაწყვეტილებაში ის პუნქტები, 5 პუნქტი რო წერია სასამართლოზე იუსტმა დაგვავიწყდა, ხო ეს იუსტიციის საბჭოს რეფორმა და გენერალ პროკურატურა და პროკურატურის სისტემური რეფორმა, მაგე ვიღას ახსოვს. აღარ რო შევხედე მე მეგონა რაღაცა 1 საუკუნის წინამდე ანდროს აიხლახანს იყო ხო ეგ ძალიან წვავე თემები როგორ შეიძლება ამდენი კონცენტრაცია იუსტიციის საბჭოში და ასე შემდეგ ვიღას ახსოვს რა თავყბას ამტროვენ ადამიანებს და კიკისრებს ამტროვენ და რა ვიცი რებს აკეთებენ რა და გაავსეს ციხეები ამ ახალგაზრდა ადამიანებით რაღაცები დააბრალეს და არ ვიცი კიდე რა იქნება ხვალ ხო აი ეს არის ეს რეალობა ამიტომ რა ვიცი ახლა რეაქცია აუცილებლად იქნება, დავით. შეუძლებელია სხვანაირად იყოს და არ მგონია, რომ ასეთი არხეინობისთვის და აი ესეთი როგორც პოზიციონერები, ეს იყოს რაციონალურად მათი მხრიდან სწორი ნაბიჯი. იმიტომ რომ დარწმუნებული ხარ, რასაც უფრო ამძიმებენ მათ შორის საკუთარ მდგომარეობას რა. იმიტომ რომ ისინი პასუხისმგებლები არიან. არა ჩვენ წეგან ხუმრობდით პირველ ნაწილში რომ ხო ამბობენ რომ აი ბოროტი deep state-ი გვებძისო და ის deep state-ი მართლა რო გაბრაზდეს მე რაშვი როგორ თვითონ გვიხატავენ რომ არის რაღაცა ბოროტესი ძალა რუსეთზე უარესი და ხო და მართლა რო გაბრაზდეს ის deep state-ი მე რაშვებია ეხა ის აზრი რომ იქიდან საერთაშორისო სისტემებიდან გამოხვალ ეგ არ გიშვების deep state-ი თუ გაბრაზდა ხო ეხა ნუ აქ საუბარია იმაზე რომ რაც ვილაპარაკეთ არსებობს
და რაღაცა საერთაშორისო სტანდარტი და წესები. აი გამოხვედი, დაუშვათ თქვი რომ აღარ მინდა, არსად აღარა ვარ. ნუ საიდან ყველა UEFA-დანაც გამოხვედი, რა ვიცი, კალათბურთის ფედერაციიდან, არუჟველის ამბავი, იგივეა მოსკოვის პროტოკოლის ამოქმედებები, თუ დაუშვათ ჰააგის სასამართლოს ამოქმედება დააპირეს, გინდა გამოდი იქიდან, გინდა არა, მაინც ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ისე ვიძახი, რომ აი მაკედანაც რო გამოხვიდე, არ გეშველება თქო. არა, რა თქმა უნდა. კი ბატონო, ნახოთ როგორ გაგრძელდება ეს ამბავი, საბოლოო ჯამში ჩვენ სამწუხაროდ შეიძლება არ აღმოჩნდეთ. თელ ქვეყანას აზიანებენ უბრალოდ. რა თქმა უნდა, ეგ არის პრობლემა. მადლობა დიდი, ლაშა ტუღუში იყო ჩვენი სტუმარი. ამით გადაცემა, საავტორო გადაცემა რეზიუმე დასრულებულია. შევხვდებით კვირას 20 საათზე, დაგებრუნდებით ასევე საავტორო გადაცემით პოლიტ ქალაქი.